პირველ რიგში სწორი დიაგნოზი, მერე პრევენცია. ყოველივე ეს გაძლევს საშუალებას, რომ მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს დღეს, არ შეფერხდეს მისი კარიერული წინსვლა და სოციუმში თანაარსებობა. ყველანაირი გინეკოლოგიური პრობლემები განხილული ენდოკრინოლოგიის ჭრილში არის საწინდარი ხვალინდელი ჯანმრთელობის. ორგანიზმი არის ეს არის მთლიანობა, სადაც განხილული არის ტვინი, არამედ მასთან ერთად ყველა ენდოკრინული სისტემა და ქალთან მიმართებაში მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობა. აი წარმოიდგინეთ, ცენტრალური ნერვული სისტემა აკონტროლებს ყველა სისტემას, მათ შორის ენდოკრინულ სისტემას და ყოველივე ამათი თანაარსებობა, ურთიერთობები განხილულია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგიის ჭრილში და აბსოლუტურად ყველა მსგავსი პრობლემები, რომელიც მომავალში ქალს ელოდება, როგორც არის ათეროსკლეროზი, ოსტეოპოროზი, თუნდაც ალცგეიმერის დაავადება, გულსიზრდათა დაავადება, დღევანდელ დღეს ასეთი მიდგომით არის პრევენტირებადი. საშუალება პირველ რიგში მიიღოს ყველაზე თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციები, ოღონდ არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული და პრაქტიკასთან ერთად განხილული იქნას ამ საბჭოსთან ერთად, ანუ ექსპერტ ექიმებთან პაციენტის პრობლემები. შესაძლებელია თუნდაც შენთან იყოს რამე პრაქტიკული შემთხვევა, შენ ჭირდებოდეს მათი აზრი და ამ აზრს მიიღებ ამ საბჭოსთან მიმართებაში. ყველა ექიმისთვის მნიშვნელოვანია განვითარება. მედიცინა ყოველ 72 საათში ერთხელ იცვლება მისი მიდგომები და სიახლეები მოდის. თუ ჩვენ ამას არ ავყვებით, გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვპასუხობთ იმ პრობლემას, რომელსაც პაციენტი მოდის ჩვენთან და რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა პაციენტთან არის ჩახლეჩილი. გამოსავალი არის ერთი. ექიმი უნდა განვითარდეს. მისი პროფესიული განვითარება უნდა იყოს ყოველდღიური. სწავლა ჩემი ცხოვრების მთავარი ლეიტმოტივია. დღევანდელ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, როგორც არ უნდა მივიდეს სახლში, ის საღამო ყოველდღიური რეჟიმით უნდა იყოს ცოდნის მიღების. აი როგორც ჰობი, ისე არის ჩემთვის ეს ყველაფერი. და ყოველთვის იცოდეთ, რომ დიაგნოზი არის ყველაზე მთავარი. ყველანაირ საქმეში. ეს იქნება თერაპია, ეს იქნება გინეკოლოგია, ამის შემდეგ უკვე მენეჯმენტი, როგორც ასეთი წერია ყველა კლინიკურ რეკომენდაციებში, მაგრამ თუ თქვენ ამ ჰოლისტიკურ ურთიერთობას ვერ მოიძიებთ, ანუ დიაგნოზს ვერ დასვავთ, ორნალობის შედეგი არ გვექნება. PRP არის ინოვაცია ესთეტიკურ გინეკოლოგიაში. არა მარტო გინეკოლოგიაში, იყენება უროლოგიაში, დერმატოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში. ფაქტობრივად 160 ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. PRP დადასტურებულია მსოფლიო მასშტაბით 120 კვლევით. კარლოს მედლაინი არის როგორც ყოველთვის ინოვაციაში პირველი ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კეთდება ეს პროცედურა და არა მარტო გინეკოლოგიაში, რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგიაში. სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელიც მიუხედავად ასაკის, ეს არის ჰორმონ-მეტაბოლური დარღვევები, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები. სხვადასხვა მიზეზები, ტრავმები, თუნდაც მშობიარობის შემდგომი, ვითარდება როგორც ასეთი ტკივილის სინდრომი, როგორც არის ანორგაზმი, ანუ სექსუალური დისფუნქცია. ყოველივე ეს ზუსტად PRP-ის მეშვეობით შესაძლებელია მივაღწიოთ შედეგამდე. მივაღწიოთ მის სრულ განკურნებამდე. დიახაც, რა თქმა უნდა, არა მარტო PRP-ის ჩართულობით, აქ რა თქმა უნდა საჭიროა ჰორმონ-მეტაბოლური დარღვევების დარეგულირება და შესაბამისად ჩართულობა როგორც ფსიქოლოგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ხშირად უროლოგის. ტრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მიღება შესაძლებელია პაციენტის ვენური პერიფერიული სისხლიდან. პროცედურა ხანმოკლეა. სისხლის აღების შემდეგ ხდება მისი ცენტრიფუგირება. პროცედურა კეთდება
ლაზერი, ანუ მონალიზა ტაჩი თვეში ერთხელ 28 დღეში და მათ შორის 10 დღის შემდეგ, ანუ პირველი პროცედურის შემდეგ ტარდება PRP. PRP შეიძლება ჩატარდეს როგორც ერთჯერადად, ასევე ერთი თვის გამოტოვებით, ინტერვალით და ეს ყოველივე არის ბაზისური. შემდგომ ერთი წლის შემდეგ პაციენტი იმეორებს ამას, ოღონდ რა თქმა უნდა არა 3 პროცედურას, არამედ ერთ პროცედურას მონალიზა ტაჩით, ანუ ლაზერით და ვამატებთ ერთჯერადად PRP-ს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახანგრძლივებთ მის როგორც ახალგაზრდობას, სუბიექტურ შესაძლებლობებს და ვთვლით, რომ ეს თემა, რომელიც ასეთია, როგორც ასეთი ესთეტიკური გინეკოლოგია, ეს არ არის მარტო ესთეტიკური გინეკოლოგია, ეს არის მთლიანად ქალის ჯანმრთელობა სრულად, სადაც ჩვენ მოიაზრება არა მისი მარტო ესეთი სუბიექტური ან ვიზუალური ჩივილები, არამედ სრულად მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. გამომდინარე იქიდან რა პრობლემა და სად მიმდინარეობს პროცესები, ეს არის ლოკალური ზემოქმედება, ამას არ აქვს სისტემური მოქმედება და შესაბამისად ექიმი თვითონ წვიტავს ადგილს და რაოდენობას მიღებულ პრობლემის ირგვლივ. როდესაც პერიმენოპაუზას შევეხები, იქამდე სანამდე მოვა მენოპაუზა, ეს არის 7-10 წელიწადი, იქამდე სანამდე ბოლო მენსტრუალური ციკლი არის. ანუ როცა ბოლო მენსტრუაცია დამთავრდა, 1 წელიწადი ამის შემდეგ არის მენოპაუზა. იქამდე არის პერიმენოპაუზა. თქვენ კითხვაზე გავცემ პასუხს. ჯერ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რისი დეფიციტია ორგანიზმში. დღევანდელ დღეს ძალიან კარგი კვლევები არსებობს, ეს არის მაგნიუმი, ეს არის ელექტროლიტები, ეს არის D ვიტამინი, ცილის რაოდენობა, ანუ ყველაფერს ვაჯამებთ, რა თქმა უნდა, რკინის დეფიციტი ძალიან ბევრია ქალბატონებში, განსაკუთრებით პერიმენოპაუზასაც ეხება ეს, იმიტომ რომ აქ არის მენსტრუალური ციკლი დარღვეული, შეიძლება იყოს ძალიან ჭარბი მენსტრუაცია და რკინა დეფიციტში იყოს პაციენტი, რეალურად ის იყოს მერე დაღლილი, ქრონიკულად მუშაობის უნარი დაქვეითებული და როდესაც კიდევ ლაპარაკობ საკვერცხეს სწორბრძანებთ, როდესაც ამ მინერალების დეფიციტშია, ვიტამინების დეფიციტშია, ცილის დეფიციტშია, ის საკვერცხე ვერ აკეთებს იმის საშუალებას და საბოლოო ჯამში ორგანიზმი რას აკეთებს? ანუ დიზადაპტაციაში გადადის, ანუ იმას აღარ შეუძლია. მენსტრუაცია ხო არის რობოტი. მას ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ეს რობოტული პროცესია. უნდა იყოს, ეს არის უდიდესი და ესე უდიდესი მზაობა ორგანიზმის კიდევ და კიდევ ორსულობისთვის. და თუ ჩვენ აქ დეფიციტში შემოვედით, მაგნიუმის დეფიციტი გვაქვს, თუთის დეფიციტი გვაქვს, D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, რკინა დეფიციტი, ოღონდ რკინა არ გამოიკვლევა მარტო სისხლის საერთო ანალიზით, იქ ფერიტინი უნდა ინახოს, რკინა უნდა და ეს ყველაფერთან ერთად გინეკოლოგი, თერაპევტი აჯამებს ამას და ხშირად არის ხოლმე კიდე ამას ჩავიტყვი, როდესაც მითქვია, რომ აქ არის განლევისკენ წავიდა საკვერცხე, რას ნიშნავს განლევა? რაოდენობა ფოლიკულების შემცირდა, კიდევაც ანტიმიულერი შეიძლება, ეს არის ჰორმონი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, რამდენია რესურსი, მაგრამ ამ ქალბატონმა ჩართო ეს მექანიზმი, კვება, რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, მინერალების, ანუ ყველანაირი კვებითი ეს ხელშემწყობი ციკლი შუქნიშანი, როგორც ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი მალაზონი ამბობს ხოლმე, კვებითი შუქნიშანი, იმიტომ რომ ამის გარეშე არ შეიძლება აბსოლუტურად ხდება გადავადება მენსტრუალური და ბოლო მენსტრუაციის, ანუ მენოპაუზის. სექსუალური ურთიერთობა, თუ ეს არ არის ჰარმონიაში შენს ხელთან, არის ძალდატანებით, არის იმისთვის, რომ ტაბუ დადებული თემაა და ჩემთვის სექსუალური ურთიერთობა მიუღებელია, თუნდაც პარტნიორთან. ავიღოთ თემა, როდესაც სექსუალური ურთიერთობის დროს მტკივა და აქ არის სექსუალური დისფუნქციები. ეს ყველაფერი აღიქმება მენტალურად, რა თქმა უნდა, ანუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს და არა მარტო ფსიქოლოგიურ, ფაქტობრივად ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სტრესი მაქვს, ანუ არ მინდა ურთიერთობა ჩემ პარტნიორთან. მე მაქვს სტრესი. სტრესის შედეგი არის რა? ძალიან ბევრი რამ, როგორც რეპროდუქტოლოგი, უბრალოდ ვიტყვი, აქ არის ჰიპოთალამო, ჰიპოფიზ საკვერცხის ღერძის სრულად დარღვევა. ამ დარღვევას მოყვება მენსტრუაციის დარღვევა და რა თქმა უნდა საკვერცხების ფუნქციის დარღვევები. და დარღვევა სქესობრივ ცხოვრებაში. აი ყოველივე ეს იწვევს იმას, რომ
მე როცა მაქვს უკვე საკვერცხების დისფუნქცია, განპირობებული თუნდაც ავიღოთ სტრესული მდგომარეობით, როცა ჩემთვის სექსი მიუღებელია. იმ პარტნიორთან, ამ ტკივა, ან შესაბამისად ის პირობები არ არის, ან ფსიქოლოგიურად არის ჩემთვის სხვადასხვა მიზეზები, მაქვს უკვე ჰორმონული დარღვევები და ჰორმონული დარღვევები იწვევს იმ პრობლემას, რომელსაც არის. მადონა, პრობლემის არსია, ის ვთქვათ, საფუძველი რა არის? ცნობიერების, ინფორმაციის ნაკლებობა, სქესობრივი განათლების ხარვეზები, რაც რეალობაში ვცხოვრობთ, ახლა უნდა გავუსწოროთ ალბათ თვალი ამ რეალობას. საიდან მოდის ეს პრობლემა, საფუძველი რა არის ამის? თვითონ სექსუალური დისფუნქციების საფუძველი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს არის ცნობიერება, ინფორმაციის დეფიციტი, რომელიც უნდა იყოს და უნდა ისწავლებოდეს თუნდაც სკოლაში და არა მარტო სკოლაში. ყველა ის ინსტიტუციამ უნდა იცოდეს ეს. შესაბამისად, როდესაც ქმნით ოჯახს, ან ურთიერთობაში შევდივართ ჩემს სქესობრივ პარტნიორთან, მე უნდა ვიცოდე რას ველოდები მისგან. ერთ-ერთი ეს არის. და ჩემი სხეულისგან რას ველოდები? ანუ უნდა შედგეს ლაპარაკი, ხო? დავშვეთ და ვილაპარაკოთ ამის შესახებ. რა მოლოდინები გვაქვს? სანდრო, საინტერესოა სხვათაშორის შენი პოზიცია როგორც მამაკაცის. ეხლა მაინტერესებს ჯაჭვური კავშირია ყველაფერთან. ხო, ესე იგი, შეიძლება რაღაცა პრობლემები მქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში იწვევდეს თუნდაც ლიბიდოს დაქვეითებას, ამ პირით და შემდეგ ამ ლიბიდოს დაქვეითება და არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრება, სქესობრივი ცხოვრება იწვევს კიდევ რაღაც სხვა გართულებებს. ხო, ამ შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრა სად უნდა ვეძიოთ ეს? რითი უნდა დავიწყოთ? ხო, რითი უნდა დავიწყოთ? აი, როცა ეს ჯაჭვური არის თუნდაც. გინეკოლოგი, აქ უნდა იყოს კი, აქ მულტიდისციპლინური მიდგომა უნდა იყოს. აქ უნდა იყოს გინეკოლოგი, სექსოლოგი, ფსიქოლოგი, კოსმეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ყველა. ანუ რეალურად ეს არის ბევრი პრობლემის შეიძლება ერთი მიზეზი იყოს, ერთი შედეგი იყოს, მაგრამ პრობლემები იყოს რამდენიმე. რაც უფრო ადრეულ ასაკშია ჩატარებული ვაქცინაცია, უფრო მეტი დაცვა აქვს. ადრეული ასაკი რომელი რა ასაკიდან შეიძლება? რეალურად კვლევებმა აჩვენა, რომ 17 წლამდე ჩატარებული ვაქცინაცია 90%-ით იცავს ინფიცირებისას. ეს ვაქცინაცია ერთჯერადია? ეს არის სამჯერადი ვაქცინა, ოღონდ 15 წლამდე თუ გაკეთებული არის 2 ვაქცინა კეთება, 2 დოზა და შემდგომში უკვე 3. რეალურად მომავალში კიდევ ხშირია კითხვა, ხომ კიდე დამჭირდება დამატება? არა. არ დაგჭირდებათ. ძალიან ბევრი კვლევებია ჩატარებული. ეს არ არის მარტო ჯანმო, ეს არის CDC, ეს არის ევროკავშირი, ანუ ჩართული იყო მრავალი ქვეყანა და ეს არ არის 1 წელი, 2 წელი. და კვლევებმა აჩვენა, იყო მითები, დიახ, იყო მითები, რომ ეს ამას იწვევს აუტოიმუნურ დაავადებების манифестациას, ეს იწვევს მაგალითად უშვილობას, საკვერცხების ნადრევ განლევას და ასე შემდეგ და ეს ყველა მითი დღევანდელ დღეს აღარ არსებობს. ეს არ არის მარტო ძალიან იყო ხშირად, როდესაც მე ამას წერ, რა თქმა უნდა არის როგორ გითხრათ, ბევრი ესეთი კომენტარი, რომელიც სამწუხაროდ ცდილობ ხოლმე რომ ეს დავდო კვლევები. ეს არ არის მარტო ჩემი ინფორმაცია ტელევიზიით მიღებული. კვლევა არ არის მარტო ერთი ორგანიზაციით ჩატარებული. ეს არ არის ერთი ქვეყანა, სადაც არის მრავალი ქვეყანა იყო ჩართული. დღეს 132 ქვეყანაა ჩართული ვაქცინაციაში და ეს არის არა მარტო გოგონებში, არამედ ბიჭებში. და ამ კვლევების შედეგად ერთი პერიოდი იაპონიამ ასკვა უარი, იმიტომ რომ იყო რაღაცა განსაკუთრებული ისეთი შემთხვევები, რომელმაც გააჩერა ეს ქვეყანა ამ ვაქცინაციისგან, მაგრამ კვლევები გაგრძელდა. და კვლევების შედეგად მე დაიდო ინფორმაცია, რომ ეს არ იყო აქედან გამომდინარე, ეს იყო თანხლების სხვა პრობლემების შედეგი, ასე რომ აბსოლუტურად ის შედეგები, რომელიც დღეს დადებულა და დაიდება კიდევ, მაგრამ ეს უკვე 20 წელიწადია კეთდება, მოგცა ასე კი თამამად, რომ მე საკუთარ შვილს გავუკეთე, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ გავუკეთე 26 წლის ასაკში. რამდენიმე მითი არსებობს. ერთი მითი არის, რომ მე თუ ვარ უკვე ინფიცირებული, ესე იგი ჩემთვის არ შეიძლება. არა, შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ დაცული იქნებით იმ ტიპისგან, რომელსაც თქვენ ამ ეტაპზე ატარებთ, მაგრამ იმ როგორც ასეთი გარდასილ ცხრაში, მე როგორც გითხარით, არის სხვადასხვა ტიპები. აი იმ სხვადასხვა ტიპების საწინააღმდეგო, ეს არის თუნდაც მეჭეჭების საწინააღმდეგო, ეს არის იმ ტიპები, რომელიც რეალურად იწვევს 70%-ით საშუალო ყელის კიბოს და არა მარტო ყელის კიბოს, ამაზე მე კიდევ ვისაუბროთ. კი ბატონო. შესაბამისად, შეიძლება ვაქცინაცია ჩატარდეს იმაში, იმ ქალბატონებთან, მამაკაცებში, რომელსაც არიან ინფიცირებული.
ან გამოვლინება ხშირი, უფრო ვიდრე მანამდე იყო, ან ამაზე უფრო ხშირად ვსაუბრობთ, ან რეალურად იმ ფაქტორებმა იმოქმედა, როგორც არის ეპიგენეტიკა. გენეტიკა რა არის, რომ მე თანდაყოლილი რაოდენობით ვიბადები. გოგონა იბადება რაოდენობრივით ფოლიკულური აპარატით. შესაბამისად, ეს ყოველ თვე ხდება მისი განლევა და 40 წლის შემდეგ რატომ ამბობთ ხოლმე, რომ დავაჩქაროთ რეპროდუქციული გეგმები 40 წლის შემდეგ მცირდება მკვეთრად, იმიტომ რომ ფოლიკულების რაოდენობა მცირდება. თუმცა ეპიგენეტიკა, ანუ გარე სამყარომ ძალიან შეიძლება სერიოზული ანუ აუტოიმუნური დაავადება რო დავიწყოთ, ხო, რა არის აუტოიმუნური დაავადება? მაგათ აუტოიმუნური პროცესი ფარისებს ჭირყვალში. სხვადასხვა აუტოიმუნური პროცესები ის მკვეთრად აქვეითებს საკვერცხის ფუნქციურ მდგომარეობას. იმიტომ იმასაც რეცეპტორულ დონეზე ხდება თვითონ თვითგანადგურება იმ ფოლიკულების, რითაც ჩვენ დავიბადეთ. ასევე გენეტიკა ვთქვი კიდევ, რომ მაგათაც როცა დედას აქვს ნაადრევი მენოპაუზა, უნდა შეეკითხო პაციენტს, იქ რა ხდება. თუ ეს არის გენეტიკური გასაგებია, მაგრამ აი იმ ეპიგენეტიკას, აი აუტოიმუნური დაავადებები, რატო უნდა იყოს ჩართული ენდოკრინოლოგი დროულად, შეიძლება იმ პროცესმა ასევე მოახდინოს საკვერცხის პრობლემები. ის რომ ქრომოსომას გავიგეთ, რომ შეიძლება ეს გენეტიკურია, ქრომოსომებში ჩართულია სხვადასხვა გენეტიკური დარღვევები, მაგრამ აი გარე სამყაროს, თუნდაც ეს ცხოვრების წესი მაგალითად ეს არის თუნდაც ალკოგოლი, სხვადასხვა მედიკამენტები, დიახ, თუნდაც ჩართულობა იმისი, რომ ჩვენ უნდა სწორი ცხოვრება, რა არის სწორი ცხოვრება? ეს არის ძილღვიძილის რეჟიმი, ძალიან ხშირად ლაპარაკობ ამაზე და ძილღვიძილი კვება ურთიერთობა ამ სამყაროსთან უნდა იყოს მოზომილი. სამყარო ძალიან ისეთია აგრესიულად შემოვიდა ჩვენთან, ის რომ ჩვენ არ გვძინავს იქ სოციალური ქსელია. ამ ყველაფერმა ემოცია მოიტანა, ამ ემოციის გამო მოდის, რა თქმა უნდა, ის მავნე სტრესული ზემოქმედება, რომელიც რა თქმა უნდა პირდაპირ საკვერცხეს ავნებს. ჩვენ ვიცით და გამოვიგულეთ, რომ მაგას აქ მაგალითად არებელია გოგონა მე-18 ტიპის პაპილომავირუსის და ვაქცინაცია არის როგორც ასეთი არის 2 ვალენტიანი, არის 4 ვალენტიანი და არის 9 ვალენტიანი. თუ ჩვენ გავიკეთეთ 9 ვალენტი, ანუ 9 ტიპის საწინააღმდეგო პაპილომავირუსის, ეს დაცული იქნება იმ ტიპებისგან, რომელიც მას არ აქვს. ანუ რეალურად ეს არ არის სამკურნალო მეთოდი, ეს არ არის მეთოდი, რომელსაც მე დღეს ვარ მტარებელი მე-16 და ჩვენ თუ გავიკეთეთ იმას მე ამით ვებძვი, თუმცა იმუნური პასუხი ყალიბდება. და როგორც ასეთი ძალიან საინტერესოა, რომ ეს არის ეპითელური ვირუსი, ანუ უჯრედში არის ისიც ეპითელდეს არ არის სისხლში, ანუ იმუნური პასუხი არ არის, ადგილობრივი იმუნური პასუხი, ეს ძალიან მცირე. და ვაქცინაცია ჩვენ შეგვიძლია ამით გავაკეთო, რომ ორგანიზმს ვაძლევთ ინფორმაციას, რომ მე შენ გებძვი, ანუ გებძვი იმ ვირუსს, რომელიც შენში არის. თუმცა კიდევ და კიდევ ეს არ არის სამკურნალო და სხვა ტიპების ვირუსისგან შეგვიძლია დაიცვას, რომელიც არის ამ პაპილომავირუსის ვაქცინის დაცვის ტიპები. ეს არის შემიძლია ჩამოთვალო, ეს არის მე-6, მე-11, რომელიც არის ანუ გენიტალური მეჭეჭების პრევენცია, მე-16, მე-18, რომელიც ყველაზე ხშირი ვირუსი არის დღეს ევროპაში და არა მარტო ევროპაში, საქართველოში ჩვენ პატარა კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომელიც მიზეზია ონკოლოგიის, როგორც ყელი, ვულვა, საშო მამაკაცებში და შემდგომში არის 31, 33, 58, 58. აი ეს ვირუსები არის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ის ტიპები, რომელიც წარმოადგენენ ონკოლოგიური პათოლოგიის გამომწვევ მიზეზს. როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს ზაფხულში თუნდაც ზღვაზე? რა უნდა ურჩიოს ექიმმა და ერთმანეთს რა უნდა ურჩიოს? ნუ პირველ რიგში ძალიან მინდა ვთქვა, რომ არ დავარღვიოთ ის რეჟიმი, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიყავით მეჩვეული. ანუ კი დასვენება, მაგრამ დასვენება არ უნდა იყოს სტრესი. სტრესი რომელსაც ქვია ძილის დარღვევა. როცა მივდივართ და ვისვენებთ, გონია რომ თუ ჩვენ ძილს დავარღვევთ, ფილმებს ვუყურებთ, ან კიდევ გავერთობით, ან მივიღებთ თუნდაც ალკოგოლს, ამით ჩვენ რელაქს მივიღებთ. ანუ დავალაგებთ იმით, რომ ჩვენ დამშვიდებით, არა. ბატონო, ასე რომ ძილღვიძილის რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ავერიდებთ სტრესს. სტრესი ძალიან ისეთი ფართო მცნება, მაგრამ მარტივად რო გითხრათ, სტრესის გამო შეიძლება ქალს დაერღვას მენსტრუალური ციკლი.
ეს იქნება ძილი სტრესი, ეს იქნება თუნდაც ახალი ურთიერთობები, თუნდაც ის რომანტიული ურთიერთობები და თუნდაც კვების ცვლილებები, იმიტომ რომ ჩვენ რომ მივდივართ უცხოეთში, ჩვენ ვცვლით ჩვენ კვებას და შესაბამისად კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან დაწყებული, თუნდაც ვაგინალური მიკრობიოტა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად მოვდივართ და ჩამოვდივართ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ცვლილებები ვაგინალურ მდგომარეობაში, ანუ ვაგინალური მდგომარეობა რაც ნიშნავს გამონადენი იქნება თუ ქავილი იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერს ვაბრალებთ რაღაცა სხვას, ანუ ინფექციას, რომელიც მივიღეთ ზღვისგან, ან კიდევ რაღაცა სოფელში შევედით მდინარეში, თუმცა ასე არ არის, იყო სტრესი და სტრესის შემდგომ დაირღვა ჩვეულებრივი ორგანიზმის ჰომეოსტაზი. ბიოლოგიური რიტმი, ანუ ბიოლოგიური საათის ცვალებადობა ასევე აისახება ჩვენ რეპროდუქციულ გოლზე. და რეპროდუქციული გოლი არის დაწყებული ცენტრალური ნერვული სისტემა, დამთავრებული საკვერცხე და ის კანი, ძუძუ, კერდი, თუნდაც ვაგინალური სეკრეტი, ყველაფერი ეს ერთმანეთთან კავშირშია, ეს არის დაწყებული ჰორმონალური ჰომეოსტაზი და ასე შემდეგ. ანუ სტრესი განაპირობებს იმ რეალობის შედეგს, რომელსაც ქვია დარღვევები. როდესაც ზაფხულია, მანამდე თუ ყველაფერი კარგად გქონდა, რატონა დამირღვას ციკლი, ხო? მე ვთქვი კვება, დავთქვი ძილი, ანუ ძილღვიძილს აქვს უდიდესი როლი მენსტრუალურ ციკლზე. ხშირად არის ხოლმე, რომ ღამის მორიგეობები და მithქვია ხოლმე, რომ თუ ჩვენ გეგმავთ ორსულობას, იქნებ 3 თვის განმავლობაში იქამდე დავალაგოთ ძილღვიძილის რეჟიმი, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმში ის თავარი ცენტრალური ნერვული სისტემა განაგებს საკვერცხის ჰორმონალურ ჰომეოსტაზს. თუ ჩვენ არ გვძინავს, იქ მელატონის დეფიციტია, თუ არ გვძინავს, იქ არის სტრესი და პროლაქტინი, ასეთი ჰორმონი, რომელიც ფაქტობრივად ოვულაციას, ანუ საკვერცხეში აი ამ თავარ ნიშას არღვევს და საბოლოო ჯამში იღება ციკლი. და აუცილებლად მინდა შევეხო გარუჯვას. დიახ, ძალიან კარგია, ეს საკმაოდ სერიოზული სასურველი, სასიამოვნო, როგორც ხედავთ, ლამაზია, მაგრამ არ უნდა დავიძვათ. ანუ დამწრობა და ზედმეტად, როგორც გითხართ, ესეთი ხანგრძლივი მზეზე ყოფნა, ესეც თავისებური სტრესია. და აქ აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ როცა ჩვენ ესეთი დამწრობამდე მივდივართ, იწყება ინტოქსიკაცია. და არა მარტო ინტოქსიკაცია, წყლის დეფიციტი ხო ორგანიზმში და ეს პასუხობს ორგანიზმი, ის ქრონიკული დაავადებები, რომელიც შეიძლება ჩვენ გვაქვს ტარებელი, მაგათ ჰერპეს ვირუსის და გააქტიურდეს და ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენ პარტნიორისგან მივიღეთ. ეს ასე არ არის. უბრალოდ იმან მოახდინა მანიფესტაცია, გააქტიურდა, თუნდაც პაპილომავირუსული ინფექცია. ხშირად მithქვია, ზედმეტად არ გავირუჯოთ. ესეც ერთ-ერთი მიზეზი. ანუ იმუნიტეტი ვარდება ინტოქსიკაციის ფონზე, ანუ წყლის დეფიციტის ფონზე. რა თქმა უნდა, დამწრობაც თქვენც იცით, რომ ხელა სტრესია ორგანიზმისთვის და წლავდება ეს ქრონიკული ინფექციები და შესაბამისად გვაქვს არა ზაფხული, არამედ უკვე ექიმებთან სიარულის პერიოდი. დილის 7 საათზე ვიღვიძებ, ვცდილობ რომ დროულად გავაკეთო ყველაფერი. უნდა მოვასწრო რომ დიღმიდან გავიდე ვაკეში, თუ ვაკეში ვარ, კარავს მედლაინის ფილიალში და თუ არა და დიღომში ძალიან მარტივად შემილია. დე, გავახარ. დილას ვიწყებ ჯანსაღი პროდუქტი, როგორც ყველა პაციენტს ვეუბნები, ეს არის ცილა, ძის პროდუქტი, რა თქმა უნდა, ყველანაირი და მწვანილი. ეს არის ჩემი ფაქტობრივად მინიმალური საუზმე, თუმცა აუცილებელი ატრიბუტი და მანამდე ვსვამ 1 ჭიქა წყალს. მე ვარ მადონა ჯუღელი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. სტაჟი საკმაოდ დიდი. გამოცდილება ყოველდღიური და კიდევ ვაპირებ, რომ ბევრი დიდი გამოცდილება დავაგროვა ცხოვრებაში. ქალები და გინეკოლოგიური პრობლემები, მადონა ჯუღელი. ეს პლატფორმა შევქმნით კოვიდის პერიოდში. არანაირი ბიზნეს გეგმას არ ისახავდა, იმიტომ რომ უნდა გასცე ის რაც ისწავლე, რაც მოგეცა. ეს არის სითბო, ეს არის ყურადღება. ამ ჯგუფის დახმარებით ჩვენ შევძელით. ჯგუფში მოწერილ შეტყობინებებს გავეცი პასუხი. ეხლა უკვე დროა და ვიჩქაროთ, რადგანაც მივდივარ კარავს მედლაინში. გაგიკვირდებათ რომ ამარტია, მაგრამ კოვიდის შემდგომ ფაქტობრივად ძალიან ხშირად ემთხვევა ის კონფერენციები, სადაც ვსწავლობ, ჩაწერილ პაციენტებს ვერ უღალატებთ. ისინი გველოდებიან და გზაშიც ვისაუბროთ.
აი ამ გზას, რომელსაც ხედავ თქვენ ჭირდება დიდი დრო, ამ დროს ვიყენებ იმისთვის, რომ მოვისმინო ლექცია. Delighted to join you and to talk about this really important topic of hormonal changes at the menopause, transition, and beyond. აბა გამარჯობათო. პაციენტი ყავს? დიდი მადლობა. საყვარელო. კლინიკა, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს არის ვაკის ფილიალი კარავსმედლაენი, აქ არის საოფისე მომსახურება, სადაც ანამნეზთან ერთად გინეკოლოგიურად სრულად ვაფასებთ. კარავსმედლაენის დიღმის ფილიალში არის საოფისე ოპერაციები. ეს არის ლაზერული ქირურგია და ეს არის საოფისე ჰისტეროსკოპია. ყველაზე კარგი დიაგნოზი ჩემთვის არის როდესაც ვაწერ ასეთ კოდს გამოჯამთელების მდგომარეობა. მაგ ძალიან დიდი შეგრძნება რომ ჩვენ მივახცეთ, მარტო მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ და როდესაც აი დიაგნოზი გამოდის, მე შემიძლია ჩავეხუტო პაციენტს. ეს არის იმ სიყვარულის გაცემა და მადლიერების. მე მადლობელი ვარ და ხშირად მითქვია რომ მადლობა რომ თქვენ წამომღერით. ვაუ! აქ მოგხედე. ბები, ძალიან დიდი მადლობა, ბები. ჩემო საყვარელო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო მადონა, გილოცავთ 8 მარტს. გილოცავთ. და მაქვს თქვენთვის საჩუქარი, ამიტომ ცოტა ხნით უნდა მოგიტაცოთ. ეთებთ ჰაიდროფეშიალის პროცედურას, ეს არის ამერიკული აპარატი, რომელიც ძალიან კარგად ასუფთავებს და ატენიანებს. შემდეგ უკვე რესტილაინით დატენიანებას გავიკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმისთვის რომ ყველა ქალმა შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი სილამაზე. გილოცავთ 8 მარტს, ჩემო ქალბატონებო, მთელი სიყვარულით მინდა გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა. თუმცა ჯანმრთელობა რა არის? ეს არის სულის ბედნიერება, ეს არის ფიზიკური ჯანმრთელობა. მიაქციეთ ყურადღება თქვენს თავს. ერთად ვიზრუნოთ თქვენ ჯანმრთელობაზე, თქვენ კი სულიერ ჯანმრთელობაზე. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ქალბატონ მადონას. ჩვენც გილოცავთ აქედან 8 მარტს და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებას. გინათ ქალებს და გინათ ადამიანებს. სხვადასხვა ქალბატონი მადონა ეთანხმება ზუსტად შენს რუბრიკას, რომელსაც სტილი ქვია, ის ყოველთვის არის გამორჩეული თავისი ფერთა გამით თუ სტილით და ასე შემდეგ. დედას მნიშვნელოვანი როლი აქვს მამას და დედას ბავშვის კვებაში. და კვება ცალსახათა მნიშვნელოვანი თემაა იმაში, რომ როგორ ყალიბდება პუბერტატული ასაკი. იქ მარტივი ნახშირწყლებზე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, რომ წონის დეფიციტიც არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს მატება წონის. შესაბამისად, პუბერტატიც ყალიბდება ნორმალურ პირობებში. რა თქმა უნდა, ბავშვს არ უნდა ქონდეს გადატვირთული რეჟიმი. რას ნიშნავს, უნდა დაიძინოს ადრე. და დაძინების ძილის როლი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩამოყალიბდეს მისი ეს რეპროდუქციული რგოლი. რა თქმა უნდა სპორტიც არ უნდა იყოს გადამეტებული. აქ როგორც ლაპარაკობთ, აი პროფესიულ სპორტს აქ დიდი მინუსი ბოდიში, როგორც რეპროდუქტოლოგი, იმიტომ რომ გადატვირთული ვარჯიშები იწვევს მაგალითად ფუნქციონალურ ჰიპოთალამურ ამენორეას, ანუ ქალი გადადის ამენორეაში, მას ფაქტობრივად მისი საკვერცხე აღარ მუშაობს, იმიტომ რომ გადამეტებულმა ფიზიკურმა ვარჯიშმა ფაქტობრივად ტვინის რეგულირება საკვერცხესთან გათიშა. ამას ქვია ჰიპოთალამური ამენორეა. ზედმეტი ფიზიკური ვარჯიში. ასე რომ კვება რეჟიმი, დასვენება და აი ძილი
ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. გადამეტებული ვარჯიში, რომელიც დღევანდელ დღეს შესაძლებელი არა მარტო პუბერტატულ პერიოდში იყოს, არამედ დღევანდელ დღეს, როგორც body shame-ის თემაზეც ვლაპარაკობდით, რომ ცხენია თავისი ფიგურის, თავის და ზედმეტად ვარჯიშობენ, ეს ზედმეტი ვარჯიში გამოიხატება იმის, რომ ფიზიკდია, რა თქმა უნდა, ნუტრიციულ დეფიციტზეა ლაპარაკი, მივდივართ იქამდე, რომ სტრესია და სტრესი თემა, როგორც არის ფიზიკური, ნუტრიციული დეფიციტი, თუნდაც მარტო სტრესიც იწევს, რომ საკვერცხე ეუბნება, რომ მე აღარ შემიძლია, მე ვეღარ ვურთიერთობ და იწყება ის, რომ აბსოლუტურად არაფერი არ არის ჰორმონალურად ძალიანაც, რომ ეს ერთ-ერთი რომ თუ აიღებ მაგათ რაღაცა ჰორმონებს, ეს არის ჰიპოფიზის ჰორმონი, ხედავ რომ ისინი ქვედა ზღვარზია, აი როგორც პრეპუბერტატის დროს გვაქვს ხოლმე და პრეპუბერტატის დროს რო გვაქვს ზღვარი, არ შეიძლება რომ კონდეს ეს 16 და 18 და თუნდაც 30 წლის გოგონას. ეს ისეთი ინფორმაცია ქალმა ნამდვილად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს არასტაბილური ჰორმონალური ფონი მისთვის არის როგორც თვითონ სუბიექტური პრობლემები, ისევე ოჯახური პრობლემები, თუნდაც მას პარტნიორთან ურთიერთობები, შვილებთან ურთიერთობები. ის რომ როგორ შეიძლება ვმართოთ. ყოველთვის ვართ ასეთი დაკვირვების ქვეშ, რომ ჯერ თავიდან ქალის ესტროგენის რაოდენობა ისე მკვეთრად არ ვარდება. უფრო იწყება პროგესტერონის ვარდნა. და აქ როდესაც ექიმის ჩართულობა არის, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება შეუწყოთ ხელი. აქ არის შეიძლება არაჯერ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, არამედ თუნდაც იმ ჰორმონის დამატება, რომელსაც ქვია პროგესტერონი. რისი უკმარობაც რეალურად აქვს, დეფიციტი, რა თქმა უნდა, არის. ამავდროულად, რა თქმა უნდა, თქვენ ბრძანეთ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვისაუბრეთ ძილზე, იმიტომ რომ როდესაც ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ხდება, ზუსტად ეს არის კომპენსატორული იმისა, რომ ქალს ესტროგენის დეფიციტიც არის, არა მარტო პროგესტერონის. და ამ ცხიმთან ერთად ირღვევა კიდევ და კიდევ მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა დაცვა. და როდესაც ჩვენ გვაქვს ეს გაწონასწორებული კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა, ჩვენ ამით რა თქმა უნდა ფიზიოლოგიურად უწყობთ ხელს. გადავავადებთ, რა თქმა უნდა, გადავავადებთ არა რაოდენობას ფოლიკულების, რომელსაც ჩვენ ფიზიოლოგიურად კარგავთ, არამედ იმ მდგომარეობას, რომელიც ამ ესტროგენის და პროგესტერონის დეფიციტით არის განპირობებული. გადავავადებთ კოლაგენის დეფიციტს. კოლაგენი, რომელიც ჩვენ კი ვიღებთ, ვსვავთ, მაგრამ სამწუხაროდ მე თუ არ მაქვს შეწოვა და თუვე არ იწოვება, იმიტომ რომ ეს დეფიციტი ფუჭია მისი დალევა და მიღება. ესე რომ, რა თქმა უნდა, ესე იგი აქ რისკი და ბენეფიტი უნდა იყოს, რა არის ეს რისკი? შეიძლება ამ ეტაპზე არ შეიძლება ეს შენაცვლებითი ჰორმონოთერაპია, მაგრამ აქ არის ალტერნატიული მედიცინა. ალტერნატიული მედიცინა რა არის, როგორც გითხარით, ეს არის ვარჯიში, ეს არის ფიზიოლოგიური, ეს არის ძილი, კვება და ასე შემდეგ და ვიტამინების, მინერალების დეფიციტი, რომელიც წეს მნიშვნელობა აქვს ამ დროს. უდიდესი მნიშვნელობა. შეიძლება გადავავადოთ თუ საერთოდ დავიდან გავაჯანსაღოთ ჩვენი ორგანიზმი, თუნდაც ის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც გროვდება, იმიტომ რომ კომპენსატორულად ორგანიზმი ამბობს იმას, რომ მე დეფიციტში ვარ. ეს ფიზიოლოგიურად ჩვენ შეგვიძლიათ ეს თუნდაც კალორაჟი შემცირებით და ქალბატონ ქეთისთან ურთიერთობით ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც არის დეპო ცუდი ესტროგენის უკვე, ეს პრობლემა მოვხსნათ აი ამ კვებით, რეჟიმით და თუნდაც ფიზიოლოგიის ეგ შეკითხვა. ეგეთი მნიშვნელოვანი სამიზნეა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გონება-განწყობა, ანუ ფსიქოემოციური მდგომარეობა და ხშირად არის ხოლმე, რომ ქალი აი ესე მდგომარეობაში მიდის ნევროპათოლოგთან და მას სამწუხაროდ ენიშნებათ პრეპარატები, რომელიც რაღაცა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოყავთ. ეს არის ანტიდეპრესანტები, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ თვითონ ჩემ კოლეგებსაც, პაციენტებსაც უთხრათ, რომ კი, მნიშვნელოვანია ჩართულობა ნევროლოგის, მაგრამ თუ ჩვენ ვიცით, რომ თავარი რა არის მიზეზი, თავარი თუ ეს ესტროგენ დეფიციტია, ან პროგესტერონ დეფიციტი, ან ბალანსია, ხوار შევავსოთ. ხوار შეუწყოთ ხელი, რომ მე უკვე თვითონ იმ რეგულაციამ, ცენტრალურ ნევრულ რეგულაციამ, სადაც არის ნეიროტრანსმიტერები, ანუ ეს არის ჩვენი დოფამინი, სეროტონინი, უფრო თანაბრად ცირკულაცია მოახდინონ. ანუ მოახდინონ არა დისრეგულაცია, რის გამოც მაქვს მე შფოთვა, ემოციური დაღლილობა, ანუ ემოციური ასეთი აშლილობა, არამედ იმ დეფიციტი, რომელმაც განაპირობა, აი მოგეთ ტკივა თავი და მივდივარ და ვიღებ რომელიღაც პრეპარატს, ხო? მაგრამ რატომ ტკივა თავი? აი ზუსტად იგივე თემა, ის რომ ჩვენ თუ ასეთი სინქრონულად ვიმუშავებთ, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, აი ამ პერიოდში, როცა ქალის ორგანიზმი ითხოვს ჩართულობას, მაშინ ჩვენ უფრო მეტ შეიძლება. რა თქმა უნდა. მივახცევთ იმიტომ რომ ეს ერთი
ხშირად კოლპოსკოპია მოიაზრება როგორც მარტო კიბოს წინარე დაავადების დიაგნოსტიკა, თუმცა ასე არ არის, იმიტომ რომ ეს არის ენდოსკოპიური, მიკროსკოპიული კვლევა, რომელთაც ჩვენ ვნახულობთ არა მარტო კიბოს წინარე დაავადებას, არამედ თუნდაც იმ კეთილთვისებიან დაავადებებს, რომელიც რა თქმა უნდა ცხოვრებაში შემდგომში შეიძლება პრობლემა მოგვანიჭოს, ეს არის მაგალითად ენდომეტრიოზი საშუალო ყელის, ენდოცერკულარხის პოლიპი, რომელიც ხშირად უშლის თუნდაც ორსულობის დადგომას და წარმოადგენს ის, რომ მას პაპ ტესტი ამას ვერ დაინახავს, თვალით შეიძლება ეს ვერ დაინახოს, რომ ყელის აღზეა ლაპარაკი და ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჰორმონალურ მეტაბოლიზმსაც კი აფასებს, იმიტომ რომ შეიძლება აბსოლუტურად ვაგინალური ეპითელიუმის რეალურად პასუხს აგებს, ანუ პასუხია ჩვენი როგორც სარკე ჩვენ ჰორმონალურ მდგომარეობაზე, ანუ ვაგინალური ეპითელიუმის სიმწიფე თუ იქ არის ნაკლებად, თუ მაგათ ეს არის ესტროგენის დეფიციტი, შესაბამისად თუ ეს ესტროგენის დეფიციტია უნდა მოიძებნოს, სად არის ეს პრობლემა, ან არის მაგალითად ჰიპერკერატოზი, ანუ როცა გარქავებული ზედაპირს უყურებ ექიმი მიკროსკოპით და ხედავ, რომ სადმე აუტოიმუნური პროცესი ხო არ იმალება და მაშინ მე და თქვენ ერთად ვმუშაობთ, იმიტომ რომ ვეძებ მიზეზს და ამ მიზეზს მე ერთად ვნახულობთ, იმიტომ რომ ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები პირდაპირ კავშირშია. ანუ საშუალო ყელს აუცილებლად ვახსენებ, რომ აღმოჩნდა, რომ ბოლო კვლევებმა დაადასტურეს, რომ თუ აქვს ქალბატონს ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, როგორც არის ინსულინ რეზისტენტობა, პაპილომა ვირუსი შეიძლება სხვაგან არაფერი პრობლემა არ ქნას, მაგრამ აი ამ ვირუსმა შესაძლებელია განაპირობოს საშუალო ყელის პრეკანცერული დაავადებები, იმიტომ რომ ნიადაგს აძლევს ამით. ასე რომ